მოგესალმებით, ჩვენი შემდეგი სტუმარი გიორგი სამანიშვილი, გადაცემაში ღვინო მიყვარს, ძალიან საინტერესო სტუმარი, მეღვინე, კოლეგა ჩემი, გიორგის წარდგენაში ვიტყოდი ორი სიტყვით, რომ უაღრესად ბევრი კონსულტაციები გაუწევია სხვადასხვა ღვინის კომპანიებისთვის, დღემდე აგრძელებს ამ საქმიანობას და ასევე ზოგადად ვაზისა და ღვინის კანონმდებლობაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი გიორგის და სტუდენტების, ასე ვთქვათ, განათლებაში. გიორგი დღემდე ლექციებს კითხულობს სხვადასხვა ინსტიტუტებში და ესე კერძოთაც, როგორც ვიცი, სხვადასხვა მარნებში. ასე რომ გვერდში ძალიან საინტერესო საუბარი, გვიყურეთ Crash 25-ის Facebook გვერდზე და YouTube არხზე. ეს ახალგაზრდების რაოდენობა ფაქტობრივად ყველა რაც კი ხდებოდა მოსახლეობაში, ყველა ღონისძიების სათავეში არა მონაწილეები ვართ. საბედნიეროდ უკვე ისე გაიშალა გამიტათა დარგი, ყველგან აღარ უწევს ერთ და იგივე ხალხსტრიალი, მაგრამ მაშინ იყო რაღაც თქვა ჩვენ ყავთ ახალგაზრდა პირველი თაობის უცხოური განათლების მეღვინეები, იყვნენ ჩვენს წინა თაობა, ხა დიდი სხვაობა არის, მაგრამ ისაც პროფესიონალები ვინც პრინციპში თანამედროვე მეღვინეობა შექმნა და ვისაც ჩვენ ალბათ ვეშველეთ უცხოეთში განათლებით და ეხლა უკვე ახალგაზრდები იმდენად გამიტათა დარგი იმდენ წამოვიდა, რომ ძალიან კარგია რომ ყველა შეიძლება არც კი ვიცით ახლა ეს პროფესიონალიზმი არის ყოველთვის მომსახურე მათ სკოლასავით არის ეს კარგი შედარება ხო მოგვილოთ მაგრამ მგონი კარგი შედარება რომ ჩვენ ბავშვს მოგაბარებენ უნდა გაზრდოთ და თან უნდა ასწავლო ისაც აუცილებელია მაგრამ თან რა თქმა უნდა ხომ მშობლების საწინააღმდეგო რაღაც ამბობს და სულ სხვადასხვა ტრადიციებში ის ვისაც უნდა პროფესიონალურად და სუფთად დაყენებული უპრობლემო ღვინო იმას შეიძლება პროფესიონალი და სუფთლის უნდა კარგი ღვინო მაშინ უნდა კარგი პროფესიონალი ცივმაცელცეს მოუხდა სხეულები ალკოჰოლი კარგად აქვს როგორც ეთქობა არომატი ეს ბალანსი კარგად აქვს და არომატი უკვე გაჩვენა აღმოსავლეთში ღვინო შესაძლებელი მოვიდა კი პირადი პერსონალური ღვინოები ეს საფერავი ნახევრად მელანი მიკროზონა სოფელიდან სპოტეში შენ გიყვარს რომ ისა ჩვენ ესე ხუმრობთ და რატო დაელხა მეთქი მელანი მართლა ისე ფერი ხო მელანი ისე ამან წერდები სხვა და ესე ვიფიქრე რომ მაგით დაიწყო არ ვიცი მაგრამ